ვალერი გელაშვილის სკანდალში ეხება ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც დიალოგი სავარაუდოდ ხაშურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატსა და რაიონის გამგებლის მოადგილეს შორის მიმდინარეობს. ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, გელაშვილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და გამგეობის თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე საუბრობს. მესამე სექტორი აუდიტის სამსახურს ქართული ჯიზე გავრცელებული მასალით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ნინო ფისაძე განაგრძობს საუბარს ხაშურიდან. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელფასების მომატებაში დახმარება შეპირდა. ამის შესახებ საუბარია იმ აუდიო ჩანაწერში, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით შეხვედრა 2 დღის წინ სასტუმრო ივერიაში შედგა, სადაც ვალერი გელაშვილი და გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჩვენ ვესაუბრეთ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ასევე გამგებლის მოადგილეს. ვალერი გელაშვილი ადასტურებს, რომ შეხვედრა 2 დღის წინ ნამდვილად შედგა მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფს, რომ იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აუცილებლობაზე. რაც შეეხება გამგებლის მოადგილეს, ზურაბ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ ეს აუდიო ჩანაწერი არის დამონტაჟებული და ბევრი ფრაზა კონტექსტიდან ამოვართნილია. შეხვედრა დათვლით ჩაფარდეს, შევხვდით თხოვერვა მხარდაჭერისთვის და მე ბოლოში რო ვიშლებოდით, ვიცი მეთქი პრობლემებია მეთქი რაღაც სახელმწიფოს მომატებისთვის მეთქი და შემდეგში მეთქი ვთხოვ რომ საკრებულოზე განვიხილოთ ტექსტება რომ ხელფასი მომატება. ამიტომ შუადღამას გაგიწევთ მეთქი როგორც მოქმედი დეპუტატი და შემდეგში როგორც ამიტომ ესეთი დაპირებები ესა განვიხილოთ მეთქი რა როგორც ასე მე დაპირებები არაფერი არ მივიცე მე თქვი რაც რის უფლებაც მქონდა. ადმინისტრაციული რესურსზე საუბარი აბსოლუტურად გამორიცხულია. ამ ვიყავით შეკრებილი ბატონი ვალერი გელაშვილის მხარდამჭერები მუნიციპალიტეტიდან. ეს შეკრება არ იყო დაგეგმილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მე ვიმყოფებოდი როგორც მისი მხარდამჭერი. ეს ფაქტობრივად დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერით არასამთავრობო სექტორი დაინტერესდა. იმ შემთხვევაში თუ კი მასალის ავთენტურობა დადასტურდება, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაძლო დარღვევებზე საუბრობენ. იმ შემთხვევაში თუ გავრცელებული ჩანაწერი ავთენტურია, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე იკვეთება როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები. ერთ შემთხვევაში აკრძალულია დაქვემდებარებული პირების ჩართვა წინა საარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში და მათი გამოყენება, ესე ვთქვათ, საარჩევნო მიზნებისთვის, ხოლო მეორე შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის 57 მუხლის თანახმად კანდიდატს ეკრძალება პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლის ხმის მიცემის სანაცვლოდ რაიმე მატერიალური სიკეთის გადაცემა ან დაპირება. მე შეგახსენებთ, რომ ხაშურის რაიონში მეორე ტურში გამარჯვებისთვის ქართული ოცნებიდან ვალერი გელაშვილი და მრეწველებიდან სიმონ ნოზაძე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.